კარმიული მიმოხილვები კაცობრიობის ისტორიულ ქმნადობასთან მიმართებაში. ტომი მეორე. მერვე, მე-9, მე-12 ლექცია. დღეს ვკითხულობთ მე-12 ლექციას. 2 დღის წინ მე შევეცადე წარმომედგინა თქვენი სამშენველებისთვის ერთგვარი კოსმიურ საკულტო სურათი, რომელიც ასახავდა ადამიანს სულიერი სამყაროს არსებებთან მიმართებაში. ამასთანავე ვცადე წარმომეჩინა ისიც, რომ ამ მიმართებიდან ხდება არა მარტო კარმის დამუშავება, არამედ ასევე კარმის შემოსვლა ფიზიკურ მიწიერყოფიერებაში. დღეს მინდა განვავრცო ერთი აზრი, რომელმაც უკვე გაიჟღერა აღნიშნულ ლექციაში. მე ვთქვი, რომ კაცობრიობის განვითარების სწორედ დღევანდელი მომენტი ამ სიტყვის უღრმესი გაგებით ხელდასხმის მეცნიერებას დაუფლებულ სამშენველში მსოფლიო ისტორიულ ხდომილებათა კარმიული მნიშვნელობის საკითხებს ნერგავს. სწორედ დღევანდელი მომენტი. მსოფლიო ისტორიულ ხდომილებათა კარმიული მნიშვნელობის საკითხების დანერგვა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და ვიდრე კარმის შემეცნებითი განხილვებით დავკავდებოდეთ, მოდით განვიხილოთ კარმა იმ მსოფლიო ისტორიული თვალსაზრისით მთელ კაცობრიობას რომ ეხება. დღეს მსოფლიოში მართლაც ადგილი აქვს ისეთ ხდომილებებს, რომლებიც ჩვეულებრივ ცნობიერებასაც, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვეულებრივ ცნობიერებასთან დაკავშირებულ გულსაც კი თითქმის უშუალოდ ეხება. ევროპის ცივილიზაციას შავი ღრუბელი ადგას და გაოცებას ეძლევი, როდესაც ხედავ ადამიანთა გულგრილობას, მათ უნარობას განიცადონ, შეიგრძნონ ეს ავის მომასწავლებლად ჩამოწოლილი ქუფრი. საკმარისია დავფიქრდეთ, რა შედეგებს იწვევს კაცობრიობის უდიდესი ნაწილის შეხედულებები ცხოვრებაზე. ერთი შეხედეთ, რა დღე აყარეს ქრისტიანობას აღმოსავლეთ ევროპაში. შეხედეთ თითქმის და სარწმუნო ცნობას იმის შესახებ, რომ საბჭოთა რუსეთის დღევანდელი რეჟიმი აპირებს მაკულატურად გადაამუშავოს ლევ ტოლსტოის ნაწარმოებები. სავსებით გაანადგუროს ისინი მომავლისთვის. შესაძლოა ეს ისე უცებ არ მოხდეს, როგორც ამის შესახებ იტყობინებიან, მაგრამ მაინც არ შეიძლება თვალის დახუჭვა იმ მსოფლიო ისტორიული მომენტის სერიოზულობაზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ხელდასხმის მეცნიერების გაფრთხილება, რომელსაც იგი ყოველდღიურად გვაძლევს. დადგა დრო, როდესაც სხვადასხვა წვრილ-წვრილი საქმეები უკანა პლანზე უნდა გადავანაცვლოთ და სამშენველთა რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა დიადი საქმეებისკენ იბრუნოს პირი. მაგრამ რეალურად დიადი საქმეებისადმი ინტერესი არათუ იზრდება, არამედ პირიქით კლებულობს. და აი, ჩვენ ხედავთ, რომ მსოფლმხედველობები, რომლებიც დღეს ისტორიას ქმნის, თუმცა მათი ეს შემოქმედება სინამდვილეში ნგრევაა და სხვა არაფერი, დაბადებულია კაცობრიობის წმინდა ემოციური ელემენტიდან, იმ ელემენტიდან, რომელიც ლუციფერული გზებით შემოდის. კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალობის უარყოფისკენაა მიდრეკილი. სახელდობრო, მატერიალისტი მოღვაწეები აღიარებენ მატერიას, მაგრამ ეს ხომ სიცრუეა. მატერია აღიარებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პოულობენ მასში მოქმედ სულს. ვინც უარყოფს მატერიაში სულის შემოქმედებას, ის აღიარებს არა მატერიას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სათაყვანებელს, მატერიის კერპს, მას არ ძალუძს მატერიის აღიარება. ამგვარად წარმოშობილი კერპების მსახურება ბევრად უარესი საშინელებაა პირველყოფილი ხალხების კერპთაყვანისმცემლობაზე, რასაც ხშირად ცივილიზაციის ეგრეთ წოდებულ ბავშვურ ასაკს უკავშირებენ. დღეს კაცობრიობის ნაწილი მონუსხულია ფანტასტიკური წარმოდგენებით არარსებულზე. კაცობრიობის მსოფლიო ისტორიულ განვითარებაში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ასეთი ყოფილა, მაგრამ სწორედ მსგავს საგანთა ერთიან მსოფლ წესრიგთან კავშირის სულის მეცნიერული ანალიზი მიუთითებს იმაზე, რაოდენ სერიოზულია მათი განხილვა. ამრიგად, ჩვენი მზერა მიმართული უნდა იქნას იმ გარემოებაზე, რომ დღეს სოციალური მსოფლ წესრიგი იქმნება იმ მატერიალისტურ ფანტასტიკური წარმოდგენების ზემოქმედებით, რომლებიც მთლიანად გზაკვალ-აბნეული ადამიანური ნატურიდანაა დაბადებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. არ ეფუძნება არაფერს. თვინიერ თავად ადამიანისა. ისინი თავად ადამიანშია განფესვიანებული. მთავარი და საგულისხმო კი სწორედ ის შედეგებია, რაც თან ახლავს ამ გარემოებას.
მას შემდეგ, რაც ჩვენ გარკვეულწილად წარმოვსახეთ ისტორიული, ანუ ის, რაშიც საკუთრივ მოიაზრება თანადროულობა, მოდით ახლა წარმოვიდგინოთ ბუნებრივ სტიქიური. ის ბუნებრივ სტიქიური, რომელიც თავს იჩენს იქ, სადაც ბუნების სტიქიური მოვლენები მოულოდნელად ძირკვავს, აგდებს მიწიერი ყოფიერებიდან ადამიანთა მთელ ჯგუფებს, მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები და ასე შემდეგ. ამ დროს ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ მსოფლიოში მოხდა სტიქიური კატასტროფა, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი, დაიღუპნენ ადამიანები, ქვეყანამ განიცადა ზარალი. შემდეგ ვხედავთ მოვლენას, რომელიც უპირატესად დაკავშირებულია მთელ ჩვენს კულტურასთან. ჩვენ ხედავთ მაგალითად, როგორ ფორმირდება კარმიული შედეგები, როდესაც ამა თუ იმ სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ამ შემთხვევაში ბრალი არსებულ კულტურას ედება, კატასტროფის შედეგად უეცრად წყდება სიცოცხლის ძაფები. და თუ კი ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით კარმის განხილვას, ვალდებული ვართ დავსვათ კითხვა, როგორ ვლინდება კარმა, თუ კი მიწიერი სოციალური წყობა განმსჭვალულია იმ წმინდა ემოციურით, ფანტასტიკურით, რაც მხოლოდ ადამიანის შინაგან ყოფიერებაში ცხოვრობს. და როგორ ფორმირდება კარმა, როდესაც ბედის ძაფი უცებ წყდება ბუნებრივი ან კულტურული სტიქიური კატასტროფით. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს ის პუნქტია, სადაც ხელდასხმის მეცნიერება ღრმად იჭრება ადამიანთა ემოციურ და მშვენიერ ცხოვრებაში. დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივ ცნობიერებაში წესისამებრ არავინ კითხულობს, როგორ აისახება მსგავსი მოვლენები ადამიანთა მიწიერი ცხოვრებების თანმიმდევრობებში. სტიქიური კულტურული კატასტროფების შემთხვევაში ჩვეულებრივ ცნობიერებას კითხვაც არ ებადება ადამიანის ბედზე. ფართო გაგებით, რა თქმა უნდა. რამე თუ ჩვეულებრივი ცნობიერება ადამიანის ბედს დასრულებულად მიიჩნევს, თუ კი ადამიანი კატასტროფას ემსხვერპლა. ხელდასხმის მეცნიერებას ერთი მხრივ წინ უდევს ის, რაც ადამიანებში მიწიერი ცხოვრების წინა პლანზე ხდება, ხოლო მის უკან ის ხედავს ღმერთების საქმეებს, დაკავშირებულს ადამიანურ სამშვენიველებთან. და ამ ინიცირებულ ცოდნას თუ ხელდასხმის მეცნიერებას მიწიერი ცხოვრების შეფასებისთვის აუცილებელი წინაპირობები ეძლევა სწორედ იმისგან, რაც უკანა პლანზეა. კარმის შემდგომი განხილვა წარმოგვიჩენს, როგორ უნდა იქნას ფორმირებული მრავალი რამ მიწიერ ცხოვრებაში, რათა საგნებმა, რომლებიც მიწიერი ცხოვრების უკან ღვთაებრივს წარმოადგენს, ღმერთების ნებით ადამიანური ფორმები მიიღოს. რამე თუ როდესაც უკანა პლანს ვაკვირდებით, ცხადია ვხედავთ ყოველივე იმას, რასაც ერთი ადამიანური სამშვენიველი სხვა სამშვენიველთან ერთად გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის კარმიულად აფორმებს. ვხედავთ ადამიანური სამშვენიველების ამგვარ ურთიერთქმედებას უმაღლეს იერარქიათა არსებებთან. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მაგრამ მეორეს მხრივ, ყველგან ვხედავთ ლუციფერულ და არიმანულ ძალთა ჩარევას. ვხედავთ იმასაც, რომ ლუციფერული და არიმანულ ძალთა თამაში გამართლებულია იმ ღვთაებრივ ორგანიზმში, რომელიც მიწიერი ორგანიზმის უკან დგას. და ისიც ვიცით, რომ სამყაროს სულიერების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, სულიერად მისი უკეთ მოწყობისთვის აუცილებელია ლუციფერის და არიმანის არსებობა. და მაინც გულისიღრმებ და გაშფოთებს ამ აუცილებლობის ხილვა, ღრმა სევდა გიპყრობს, როდესაც ხედავ, როგორ ინერგება მიწიერ სამყაროში ლუციფერულ არიმანული. როდესაც ადამიანის მზერა სცდება მიწიერის ფარგლებს და სულიერში შედის, მის თვალს ეხსნება ბევრი რამ ისეთი, რაშიც ჩვეულებრივი ცნობიერება ვერავითარ ურთიერთკავშირს ვერ ხედავს. და ეს სწორედ ის გარემოებაა, რომლისადმიც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ამიტომაც წარსულში, როდესაც ჯერ კვლავ წმინდა იყო ხელდასხმის მეცნიერება, ასეთივე უნდა გახდეს იგი მომავალში. და წარსულში, როდესაც ჯერ კვლავ წმინდა იყო ხელდასხმის მეცნიერება, ადამიანებმა იცოდნენ, როგორ ემსჯელათ იმაზე, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ხელდასხმული. და თუ კი ცხოვრების გზაზე, ცხოვრებისადმი სერიოზულად განწყობილი ერთი ადამიანი შეხვდებოდა მეორე ადამიანს,
ასეთივე სერიოზულობით განწყობილ ცხოვრებისადმი და გაირკვეოდა, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ მესამე ადამიანზე, ანუ ვერთან ხვდებიან, ხელდასხმულია იგი თუ არა, ძველ დროში ამგვარი ბჭობისას ხშირად გაიგებდით ასეთ სიტყვებს. ჩაგიხედია მის თვალებში. რამე თუ წარსულში, როდესაც დედამიწაზე ზეობდა ნათელხილვის ცივილიზაციები, ხელდასხმულს ამოიცნობდნენ იმით, რომ მის მზერაში ღრმა ცხოვრებისეული სერიოზულობა იკითხებოდა. რაღაც ამის მსგავსი კვლავ წარმოჩინდება მომავალში. ადამიანები ისე, რომ არც იუმორის გრძნობას დაჰკარგავენ, კვლავ დაუბრუნდებიან ცხოვრების სერიოზულობას. ბევრი რამ, რაც დღეს ხდება, ნამდვილად შეიძლება დავუკავშიროთ იმას, რაც ფაქტიურად ყველა დროში ხდებოდა. მაგრამ დღეს ეს კაცობრიობის უდიდეს გამოცანად უნდა იქცეს. რამე თუ მოდით ვნახოთ, როგორია საქმის ვითარება, მოდით დავხატოთ რაიმე სიტუაცია. დავუშვათ, რომ დედამიწის რომელიმე კუთხეში მოხდა ძლიერი მიწისძვრა და ერთდროულად დაიღუპა დიდძალი ხალხი. ასე დროს სულის მეცნიერების პოზიციიდან შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, რომ ამ ადამიანთა მიწიერი ცხოვრების კარმიული ვადა ამოიწურა. გადავხედოთ დაღუპული ადამიანების კარმიულ ხაზებს. ხანდასმულ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უახლოეს დროში ასრულებდნენ თავიანთ კარმას, მხოლოდ რამდენიმე თვით ან წლით უმოკლდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წუთისოფელს ესალმებიან სასიცოცხლო ძალების გაფურჩქმნის ასაკში, სწორედ მაშინ, როდესაც გეგმავენ მომავალს, ფიქრობენ რამდენ რამეს გააკეთებენ საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ამ დროს სიცოცხლე მრავალი წლით უმცირდება. მოზარდი ბავშვები, რომელთა სამშვენველები ჯერჯერობით ძალებს იკრებენ და იმწიფებენ იმას, რაც მათ კაცობრიობას უნდა მოუტანონ, ეს ბავშვებიც მოხუცებულებთან ერთად იძირკვებიან მიწიერი ყოფიერებიდან. ჩვილი ბავშვები, რომლებსაც როგორც იტყვიან, პირზე დედის რძე ჯერაც არ შეშრობიათ და ასევე ძუძუთა ბავშვებიც საერთო ბედს იზიარებენ. და აქ გვეძლევა უდიდესი გამოცანა, როგორ მოქმედებს კარმა ასეთ შემთხვევაში. განვიხილოთ სხვაობა უბრალო სტიქიურ უბედურებასა და ცივილიზაციით გამოწვეულ კატასტროფას, მაგალითად, დიდ სარკინიგზო კატასტროფას შორის. ეს სხვაობა ერთობლივ მნიშვნელოვან და არსებით ხასიათს იძენს, როდესაც მისი განხილვა კარმის ნიადაგზე გადაგვაქვს. ვითარება ისეთია, რომ თუ კი მიწისძვრის შედეგად ერთად იღუპება ხალხი, ისინი წესისამებრ ერთმანეთთან კარმიულად არიან დაკავშირებული. როგორც ერთ მხარეში ერთად მცხოვრები ადამიანებს ჩვეულებრივ რაღაც საერთო აქვთ ერთმანეთთან. ასე რომ საერთო ცხოვრებისეულ ბედში, რომელშიც ეს ადამიანები ჩართული არიან იმის წყალობით, რომ წინა მიწიერი ყოფიერებიდან ერთ გარკვეულ ადგილზე დაეშნენ, ერთად ეგებებიან თავიანთი სიცოცხლის დასასრულს, ერთდროულად წყდება მათი სიცოცხლის ძაფები. პირიქითაა რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შემთხვევაში. აქ ჩვენ როგორც წესი ვხედავთ, რომ დაღუპულთაგან მხოლოდ თითო ოროლა იყო ნამდვილად დაკავშირებული ერთმანეთთან. როგორი ადამიანები იყვნენ თავმოყრილი მატარებელში? ეს არ არიან ადამიანები, რომელთაც რაიმე საერთო აქვთ ერთმანეთთან. ისინი არიან ერთი მიმართულებით მოძრავი შემთხვევითი მგზავრები, თანამგზავრები. მათ არ გააჩნიათ ერთობის ის კავშირები, რომელიღაც მხარეში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთრომ აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ბედი ერთ გოჯ მიწაზე თავს უყრის ადამიანებს, რომლებიც ერთად იღუპებიან სარკინიგზო კატასტროფაში. ეს ორი ზემოაღწერილი შემთხვევა კარმის სრულიად განსხვავებული ზემოქმედების ნათელი მაგალითია. ახლა კი მოდით ხელდასხმის მეცნიერების თვალითაც შევხედოთ ასეთ დამანგრეველ სეისმურ კატასტროფას. ჩვენ ვერ ვიპოვით იქ ადამიანებს, რომლებმაც დაბადებისას ისე ჩამონაკვთეს თავიანთი კარმა, რომ მათი მიწიერი ცხოვრება შეწყვეტილიყო იმ მომენტში, როდესაც მოხდა საერთო კატასტროფა. ასეთი მოვლენა გარკვეული მიმართებით წყვეტს ადამიანებს მათი კარმიდან. საკითხავია როგორ და რანაირად. ღმერთების ნებით აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს კარმის გამოვლენა. საქმე ის გახლავთ, რომ ყველაფერი რაც ხდება ისეთ ბუნებრივ მოვლენებში, როგორიცაა მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა და ასე შემდეგ,
ეს არ არის ჩადებული დედამიწის განვითარების უწყვეტ ბუნებრივ კანონზომიერ წინმავლობაში. აქ დედამიწის განვითარებაში იჭრება რაღაც სხვა. ფრჩხილებში წერია, თუმცა კი ბუნების კანონების თანმიმდევრობით. მას დედამიწის განვითარებაში იჭრება რაღაც სხვა. ის, რაც აქ ერევა დედამიწის განვითარებაში, ოდესღაც იყო კეთილსასურველი, საჭირო, განვითარებისთვის სასარგებლო, მაგრამ ეს იყო იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანისთვის ჯერ არ არსებობდა დაბადება და სიკვდილი დღევანდელი ფორმით. თუ კი გსურს წარმოვიდგინოთ რაღაც კონკრეტული, მზერა უნდა განვაპყროთ ძველი მთვარის ეპოქისკენ. იმ შორეულ ეპოქაში, რომელიც წინ უძღოდა დედამიწის ეპოქას, ადამიანი არ შემოდიოდა, ასე ვთქვათ, მყისიერად ფიზიკურ ყოფიერებაში, ჩასახვის და დაბადების მეშვეობით და არც მყისიერად ტოვებდა დედამიწას. სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლა მაშინ ბევრად უფრო რბილად, მსუბუქად ხდებოდა. ეს უფრო იყო ტრანსფორმაცია, მეტამორფოზა ვიდრე ნახტომი. მიწიერი ანუ საკუთრივ მთვარის ადამიანი არც ისეთი მატერიალური იყო, როგორც დღესაა და არც სულიერ სამყაროში იყო ისე რიგად განსულიერებული, როგორც დღეს. მთვარეზე მაცხოვრებელი კაცობრიობა ბუნების სრულიად სხვა კანონების საჭიროებას განიცდიდა. იმ კანონებისა, რომლებიც მთვარის ცხოვრებას ავლენდნენ დაუცხრომელ მოძრაობაში, შინაგანად მჩქეფარეს დაუცხრომელს. ის, რაც მაშინ იყო დაუცხრომელი, მჩქეფარე, შემდგომში ნაწილობრივ დიახ, მხოლოდ ნაწილობრივ გაქვავდა მთვარეზე, ჩვენს სამყაროს მიერ თანამგზავრზე. მაგრამ სწორედ მთვარის ეს გაქვავებული ნივთიერება, ეს გარქოვანება მთვარის წარსულის შინაგან ძრაობაზე მიუთითებს. იგი ვლინდება მიწიერ მოქმედებაში, როდესაც ადგილი აქვს ისეთ სტიქიურ მოვლენებს, რომლებიც ზემოთ იქნა მოხსენიებული. ამ დროს მოქმედებენ არა ჩვეულებრივი მიწიერი ბუნების კანონები, არამედ ბობოქრობს ძველი მთვარე, რომელიც მართალია თავისი შესაბამისი სახით ბრუნავს გარეგნულ სამყაროში, მაგრამ რომელმაც თავისი ძალები დედამიწაზე დატოვა მას შემდეგ, რაც განეშორა მას. აი, საოცარი ფრაზაა მთვარის წარსულის შინაგანი ძრაობა. ახლა კი გაიხსენეთ ის, რაც მე გითხარით, რომ ადამიანის კარმით დაკავებული არიან ის არსებები, რომლებიც ოდესღაც კაცობრიობის უდიადესი პირველი მასწავლებლები იყვნენ. მათ მოუტანეს კაცობრიობას უდიდესი დასაბამიერი სიბრძნე. დედამიწაზე ისინი ცხოვრობდნენ არა ფიზიკურ, არამედ ეთერულ სხეულში. გარკვეულ მომენტში მათ მიატოვეს დედამიწა და ამჟამად მთვარეზე ცხოვრობენ. ამიტომაც ხვდებით ჩვენ მათ იმ პერიოდში, როდესაც ვიწყებთ მოგზაურობას გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. ეს ის არსებებია, რომლებიც მსოფლიო ეთერის სიღრმეში სათანადო მშვინვიერ სულიერი შრიფტით წერენ იმას, რაც ადამიანის კარმას შეადგენს. მაგრამ სამყაროში არსებობს, ასე ვთქვათ, ერთგვარი პირობა, რომლის არსი შემდეგშია. მოქმედებს არა მარტო ის, რაც დღეს თანაახლავს დედამიწას ნორმალური მთვარიდან, არამედ ასევე ის მთვარისმიერიც, რაც დედამიწაში დარჩა და შეუძლია აქ არეულობა დაადრიალოს. ამას იყენებენ არიმანული ძალები. აქედან არიმანულ ძალებს ადამიანის სიცოცხლეზე ზემოქმედების შესაძლებლობა ეძლევათ და შეიძლება ვიხილოთ, როგორ ამოდიან, როგორ ამოძვრებიან მიწის წიაღიდან ეს არიმანული ძალები ამგვარი ბუნებრივი კატასტროფების დროს, ბოროტებით და ღვარძლით ანთებული სახეებით. ხელდასხმის მეცნიერების მეშვეობით შეიძლება დავინახოთ, რომ ასეთ კატასტროფაში დაუპულ ადამიანს იმ მომენტისთვის, როდესაც მისი სიცოცხლის ძაფი უცაბედად წყდება, გავლილი აქვს თავისი კარმული გზის მხოლოდ ნაწილი. მას მისი ასაკიდან გამომდინარე, შესაძლოა კიდევ ეცხოვრა რამდენიმე ხანს, შესაძლოა მისი ცხოვრების ძაფი მთელი მისი სიცოცხლე, ყველა თანხლები მოვლენით გაგრძელებულიყო და განვითარებულიყო, მაგრამ აი, მის ფიზიკურ ორგანიზაციაში უცაბედად შემოიჭრა რაღაც და ასე ვთქვათ მყისიერად აღასრულა ის, რაც დარჩენილ დროში უნდა მომხდარიყო. დაფიქრდით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რასთან გვაქვს აქ საკუთრივ საქმე?
დაუშვათ, რომ ადამიანი 30 წლის ასაკში მოხვდა ასეთ კატასტროფაში. მას რომ ეს არ შემთხვევოდა, იგი თავისი კარმის თანახმად იცოცხლებდა დაუშვათ 65 წლამდე. მის გზასავალზე გაივლიდა მოვლენათა მთელი რიგი, მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლებლობად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩადებულია მის კარმაში, მის ეთერულ, ასტრალურ, სხეულსა და მეს ორგანიზაციაში, რა მოხდებოდა ამ 65 წლის განმავლობაში? ორგანიზმის შენებასთან ერთად ადგილი ექნებოდა მის გამუდმებულ თანდათანობით დემონტაჟს, რომელიც დასრულდებოდა 65 წლის ასაკში. ეს თანდათანობითი ნგრევა, რომელიც ნელ ტემპში გასტანდა 35 წელიწადს, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია, ყისიერად ხდება, ერთ წამად იკუმშება, მაგრამ ეს შეიძლება განიცადოს ფიზიკურმა სხეულმა. ეთერულ სხეულზე, ასტრალურ სხეულზე და მეზე ამას ვერ განვავრცობთ. ასეთი მოვლენის შედეგად ადამიანის სულიერ სამყაროში შედის სულ სხვაგვარად, ვიდრე ბოლომდე ამოწურული კარმის პირობებში შევიდოდა. ამ დროს, ამ მოვლენის წყალობით სულიერ სამყაროში შედის რაღაც ისეთი, რაც სხვა შემთხვევაში იქ ვერ იქნებოდა. ეთერული სხეული, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო დედამიწაზე დარჩენა, ასტრალური სხეული და მე ორგანიზაციას. ეხლა მეს უწოდებდით ხო აქამდე და აქ ესე წერია მე ორგანიზაცია, რომელსაც ასევე შეეძლოთ გაეგრძელებინათ ფიზიკურ სხეულში არსებობა. ნაცვლად ამისა, სულიერ სამყაროში გადადიან. სულიერ სამყაროში გადადის ის, რაც მიწიერისთვის იყო განსაზღვრული. ასეთნაირად, ყოველი მსგავსი სტიქიური კატასტროფიდან სულიერ სამყაროში მიწიერი სტიქია, მიწიერი ელემენტი შეიტანება. ამრიგად ადამიანები, რომელთაც არიმანული ძალები განაშორებენ მათ კარმას, ასეთ მდგომარეობაში შედიან სულიერ სამყაროში. აი როგორი სქემაა. ესე იგი, კატასტროფის დროს, როდესაც შენი კარმა არ არის ამოწურული, შედიხარ ნატიფი სხეულების გარეშე და შეგაქვს მიწიერი ელემენტი უკვე სულიერ სამყაროში. და ითვლება, რომ ესე იგი არიმანული ძალა გვაშორებს აი ამ კარმას. ხა ვაგრძელებ ტექსტს. ახლა ჩვენს თავს უნდა დავუსვათ ერთი კითხვა. გამომდინარე იმისგან, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ თუკი ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით სულის მეცნიერებას, ვალდებული ვართ ვისწავლოთ ისეთივე მიმართება სულიერი სამყაროსადმი და სულიერი არსებებისადმი, როგორც ჩვეულებრივი ცნობიერებით მივმართავთ ფიზიკურ, მიწიერ სამყაროს და არსებებს ამ ქვეყნისა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმეორებ ამიტომ ამ ნაწილს. თუკი ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით სულის მეცნიერებას, ვალდებული ვართ ვისწავლოთ ისეთივე მიმართება სულიერი სამყაროსადმი და სულიერი არსებებისადმი, როგორც ჩვეულებრივი ცნობიერებით მივმართავთ ფიზიკურ, მიწიერ სამყაროს და არსებებს ამ ქვეყნისა. აქედან იბადება კითხვა, როგორ რეაგირებენ სამი იერარქიის არსებები იმაზე, რომ მათთან ადიან ადამიანები, რომელთაც ასეთნაირად შეაქვთ მიწიერი სულიერ სამყაროში. აქედან იბადება კითხვა, როგორ რეაგირებენ სამი იერარქიის არსებები იმაზე, რომ მათთან ადიან ადამიანები, რომელთაც ასეთნაირად შეაქვთ მიწიერი სულიერ სამყაროში. გავიმეორე ეს კითხვა. ამ არსებების წინაშე ისახება ამოცანა. კვლავ შემოიყვანონ, კვლავ მოაქციონ მსოფლიო წესრიგის კალაპოტში ყოველივე ის, რაც ერთი შეხედვით ბოროტებად იქცა და დაუპირისპირდა მსოფლიო წესრიგს. ღმერთები ახლა იძულებული არიან ანგარიში გაუწიონ იმას, რაც უკვე სახეზეა, რათა არიმანული ბოროტება უმაღლეს სიკეთედ გარდაქმნან. და აქ გვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ საზღვრავს მსოფლიო წესრიგი ამა თუ იმ განსაკუთრებული ხტომილებისადმი ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამგვარად შედიან სულიერ სამყაროში სიკვდილის კარის გავლით. ამ დროს უმაღლეს იერარქიათა სულიერი არსებების წინაშე იხსნება შემდეგი. ეს არსებები ამბობენ, აი, დედამიწაზე ცხოვრობდა ადამიანი. მან დაასრულა თავისი ინკარნაცია. ამ ინკარნაციით და ყოველივე იმით, რაც ამას წინ უძღოდა, ადამიანის ადრეულ ინკარნაციებში მომზადდა ფაქტების გარკვეული სამყარო. ამჟამინდელ ინკარნაციაში განცდილის სამყარო.
ამ მომზადებული ფაქტების სამყაროდან თავისი გარკვეული გამოხატულება აქვს მხოლოდ პირველ ნაწილს. მეორე ნაწილს არავითარი გამოხატულება არ გააჩნია. შედეგად, ჩვენ გვაქვს ადამიანური ცხოვრების ისეთი ნაწილი, რომელიც წესით კარმიულად უნდა შეესაბამებოდეს ცხოვრების ამდინებას, მაგრამ რეალურად არ შეესაბამება. ანუ აქ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც მართალია რაღაცნაირად შეესაბამება წინა მიწიერი ცხოვრების რაღაც ნაწილს, მაგრამ არა მთლიან ცხოვრებას. მაშინ ღმერთები უყურებენ ამ განვლილ მიწიერ ცხოვრებას და ამბობენ: ეს არის რაღაც ისეთი, რასაც არ გამოუცდია თავის თავზე ის შედეგები, რაც უნდა გამოეცადა. სახელდობრ, გამოუყენებელი, არარეალიზებული მიზეზები. და ახლა ღმერთებს შეუძლიათ თავი მოუყარონ ამ გამოუყენებელ მიზეზებს, გადასცენ ისინი ადამიანს და ამით შინაგანად მშვენიერად გააძლიერონ იგი შემდეგი ინკარნაციისთვის. ასე რომ ძალმოსილება იმისა, რაც წინა ინკარნაციაში იყო მიზეზი, შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში მეტი სიმძლავრით იფეთქებს ადამიანში. ამ დროს ადამიანი იწყებს კარმის კომპენსირებას სრულიად სხვა ხერხებით, რაც არ იქნებოდა იგი ამგვარი კატასტროფის შედეგად რომ არ დაღუპულიყო. მაშინ იგი ინკარნირდებოდა ნაკლები ნიჭით, ან სრულიად სხვა მიმართებაზე ორიენტირებული უნარებით. მაგრამ იგი ავლენს განსაკუთრებულ თვისებებს, რამე თუ მისი ასტრალური სხეული რამდენადმე უფრო მკვრივია, მასში ხო გამოუყენებელი მიზეზებია შთაბეჭდილი. რაღა გასაკვირია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ არსებობს ლეგენდა ფილოსოფოსზე, რომელიც თავად გადაეშვა ვულკანის კრატერში. რა შეიძლება გახდეს ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ადამიანისთვის, მსოფლიო იდუმალებებს ზიარებულ ხელდასხმულისთვის? მიზეზი ის გახლავთ, რომ აქ თავად ადამიანის ნებელობით მიიღწევა ის, რაც სხვა შემთხვევაში მხოლოდ სტიქიურმა უბედურებამ შეიძლება გამოიწვიოს. მყისიერი შეწყვეტა იმისა, რაც თანდათან უნდა განილიოს. და რასაც ამ ფილოსოფოსზე ყვებიან, შესაძლოა უკავშირდებოდეს მის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებული ნიჭით მოევლინოს დედამიწას შემდეგ ინკარნაციაში. სამყარო სხვა იერს იძენს, როდესაც ჩვენ ამგვარად ვუღრმავდებით კარმის უშინაგანეს საკითხებს. ასე რომ პრინციპში ჩვენ ხედავთ, როგორია ვითარება ამგვარი სტიქიური კატასტროფების შემთხვევაში. ახლა კი რაღაც სხვასაც შევხედოთ. მოდით ვნახოთ, როგორ აჯგუფებენ, როგორ უყრიან თავს არიმანული არსებები ცივილიზაციასთან დაკავშირებული კატასტროფის დროს იმ ადამიანებს, რომელთა კარმიული კავშირები არ იყო იმდენად მჭიდრო, რათა ერთდროული სიკვდილისთვის განესაზღვრა ისინი. ეს შემთხვევა განსხვავებული ხასიათისაა. მართალია, არიმანული ძალები აქაც მოქმედებენ, მაგრამ მათ საქმე აქვთ ადამიანებთან, რომლებიც არ იყვნენ იმთავითვე გაერთიანებული კარმიულად. სწორედ ამიტომ ხდება მათი თავშეყრა. და აქ მჟღავდება რაღაც ისეთი, რაც არსობრივად განსხვავდება ბუნებრივი კატასტროფების დროს არსებულ საქმის ვითარებისგან. სტიქიური კატასტროფა გარდაცვლილ ადამიანებში იწვევს გამძაფრებულ მოგონებას ყოველივე იმაზე, რაც როგორც მიზეზი ჩადებულია მათ კარმაში. ადამიანი, როდესაც იგი გადის სიკვდილის კარს, იხსენებს ყველაფერს, რასაც მისი კარმა შეიცავს. მაგრამ სტიქიურ კატასტროფაში დაღუპულ ადამიანში ეს მოგონება უფრო ცხადი და მკაფიოა. სარკინიგზო კატასტროფა და საერთოდ ცივილიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი კატასტროფა კი პირიქით კარმის დავიწყებას იწვევს. მაგრამ კარმის ამგვარი დავიწყების წყალობით ჩნდება გაზრდილი მგრძნობელობა ახალი შთაბეჭდილებებისადმი, რომელსაც ადამიანი გარდაცვალების შემდეგ სულიერ სამყაროდან იღებს. შედეგად ასეთი ადამიანი ეკითხება თავის თავს, რა ბედი ეწევა ჩემში არსებულ, ჩემს გამოუყენებელ კარმას. და მაშინ, როდესაც ბუნებრივი კატასტროფის დროს ადამიანს ასტრალურ სხეულში უმკვრივდება ინტელექტუალური უნარები,
კულტურული კატასტროფის დროს მკვრივდება და ძლიერდება ადამიანის ნებელობითი თვისებები. ასე მოქმედებს კარმა. ახლა კი განზე გადავდოთ ეს კატასტროფები და ვნახოთ, როგორი ფანატიზმით უვითარდება ემოციები ადამიანთა ჯგუფს, როდესაც ძალაშია მხოლოდ ის, რაც ადამიანისგან მომდინარეობს. ანუ, როდესაც იგი მთლიანად ირეალურში ცხოვრობს და ამასთან ერთად დამანგრევლადაც მოქმედებს. შევხედოთ ფანტასტიკურად დამახინჯებულ ცივილიზაციის სურათს, რომელსაც თანამედროვე ევროპული აღმოსავლეთი წარუდგენს ევროპის დასავლეთს. და ვნახოთ, რა ხდება, როდესაც ამგვარი ურთიერთკავშირებით თავშეყრილი ადამიანები გაივლიან სიკვდილის კარიბჭეს. ამ დროს, როგორც სხვა კატასტროფების შემთხვევაში, დედამიწიდან რაღაც შედის სულიერ სამყაროში. მაგრამ ეს რაღაც არის ლუციფერული. დედამიწიდან ამოდის ის, რასაც სულიერ სამყაროში წყდიადი და სიცარიელე შეაქვს. ნებისმიერი კატასტროფის დროს სტიქიური იქნება ეს თუ კულტურული, მიწიერი სამყაროდან სულიერ სამყაროში ადის სინათლე. მაგრამ ცივილიზაციის გზნააბნევლობიდან, მისი შეცდომებიდან სულიერ სამყაროში წყდიადი ზე მიიმართება. სიკვდილის კარიბჭიდან სულიერ სამყაროში ადიან ადამიანები, ერთგვარად გარემოცული მძიმე შავი ღრუბლით. მათი გზა სწორედ ამ შავ ღრუბელზე გადის, რამე თუ სინათლე, რომელსაც დედამიწაზე ლუციფერი ადამიანთა ემოციებში ნერგავს, სულიერ სამყაროში მოქმედებს როგორც განუმტევი ღრუბელი, როდესაც ამ სამყაროში გარდაცვლილი ადამიანი შედის. ასე ჩნდება სულიერ სამყაროში ადამიანთა სამშვენველებიდან შემოსული ძალები. მთელი ის ვნებები, რომლებსაც მხოლოდ ადამიანში უნდა ემოქმედა, სულიერ სამყაროში შეედინება ეს ვნებები და სულიერ სამყაროშივე იფანდება. ეს თავის მხრივ ის ძალებია, რომლებსაც სულიერ სამყაროში არიმანი თავისი ძალაუფლებით გარდაქმნის, რათა გამოიყენოს დედამიწაზე ჯერ კვლავ არსებული მთვარის განვითარების ნარჩენები. აქ ლუციფერი ჭეშმარიტად ხელს უწყობს და უწვდის არიმანს. რაც დამახინჯებული მიწიერი ცნობიერებიდან აღმოცენებულია, თანამედროვე კულტურის ადამიანთა შიშველი ემოციური იმპულსების მეშვეობით შედის სულიერ სამყაროში. სწორედ ესაა ეს სახეცვლილი იმპულსები დედამიწის წიაღიდან ვულკანურ ამოფრქვევებში რომ გიზგიზებს. ეს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს ნაწილი, ხო? რაც დამახინჯებული მიწიერი ცნობიერებიდან აღმოცენებული თანამედროვე კულტურის ადამიანთა შიშველი ემოციური იმპულსების მეშვეობით შედის სულიერ სამყაროში. სწორედ ეს სახეცვლილი იმპულსებია დედამიწის წიაღიდან ვულკანურ ამოფრქვევებში რომ გიზგიზებს. ეს ორი ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე კულტურის ადამიანთა შიშველი ემოციური იმპულსები. აი სწორედ ის, რაც შედის ამ შიშველი ემოციური იმპულსების მეშვეობით სულიერ სამყაროში. ეს სახე შეცვლილი იმპულსებია დედამიწის წიაღიდან ვულკანურ ამოფრქვევებში რომ გიზგიზებს. ამგვარი წინაპირობები გვიბიძგებს ჩავეძიოთ დედამიწის კარმას, სახალხო კარმას და ამასთან ერთად ადამიანის ინდივიდუალურ კარმასაც. რამდენადაც ეს ინდივიდუალური ადამიანური კარმა დაკავშირებულია სახალხო კარმასთან, დედამიწის კარმასთან. ამას ჩვენ ვაკეთებთ ისეთნაირად, რომ ვეძებთ ლუციფერულზე მოქმედებებს დედამიწის რომელიღაც მხარეში, სადაც ძველი კულტურა ბარბაროსულად იქნა განადგურებული ადამიანური ემოციებით, სადაც ველური ინსტინქტები ცდილობს შექმნას რაღაც ფანტასტიკური სიახლე, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ნგრევა შეუძლია. და ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა,
რომელია დედამიწის ის კუთხე, სადაც ცეცხლის ფრქვევით და მიწის ბორგვით ამოხეთქავს ოდესღაც ის, რაც დღეს ადამიანების ველურ ვნებებში დუხს. ხელდასხმის მეცნიერებამ, როდესაც იგი ჭრეთს რომელიღაც სტიქიურ მოვლენას, უნდა დასვას. იგი ვალდებულიცაა დასვას ასეთი კითხვა, როდის მომზადდა ეს მოვლენა? მომზადდა ომების შემზარავ კოშმარებში და საერთოდ ყოველგვარ კოშმარებში, რასაც კი ადამიანური ცივილიზაციის განვითარებაში ჰქონია ადგილი. რამე თუ ასეთია საგანთა ურთიერთკავშირი. ეს ყველაფერი ყოფიერების უკანა პლანზე ხდება. ამგვარი განხილვისას საგნები არ აღიქმება განცალკევებით. პირიქით, ყველა მოვლენა უდიდეს მსოფლიო ურთიერთკავშირში წარმოგვიდგება. მაგრამ როგორ იწვდება ეს ყველაფერი ცალკეულ ადამიანთა ბედში? ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აქ ხომ კაცობრიობის განვითარებასთან დაკავშირებული ღმერთები მოქმედებენ. როგორც უკვე ითქვა, მათი ამოცანაა განუხრელად აბრუნონ ადამიანის ბედის სასარგებლოდ ყოველივე ის, რაც ამგვარად ხდება. მიწიერი სამყაროს ურთიერთკავშირებში გამუდმებით უნდა ხდებოდეს რაღაც ამგვარი, რათა ადამიანთა ბედები დაცულ იქნას ლუციფერის ფრთებისა და არიმანის კლანჭებისგან, რადგანაც ღმერთები კეთილები არიან. და ის მთელი უსამართლობა, რასაც ყოფიერების კულისებს მიღმა სჩადის ლუციფერი და არიმანი, ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კეთილი ღმერთების ძალისხმევით კვლავ სამართლიანობის გზას უბრუნდება და ბოლოს კარმული ურთიერთკავშირიც კეთილი და სამართლიანი ხდება. ჩვენ კი ჩვენს მზერას, რომელიც ცხადია უნდა აღივსოს ადამიანის კარმის გაგებით, ადამიანური ბედიდან მაინც კვლავ ღმერთების ბედისკენ მივმართავთ. რამე თუ როდესაც თვალს ვადევნებთ კოშმარების, ბოროტმოქმედებების და ომის უმსგავსოებების ურთიერთკავშირს სტიქიურ კატასტროფებთან, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, ჩვენ ხედავთ კეთილი ღმერთების ბრძოლას ბოროტ ღმერთებთან. მაშინ ჩვენ ვიხედებით ადამიანის ცხოვრების მიღმა, ღვთაებრივ ცხოვრებაში და ადამიანური ცხოვრების უკანა პლანზე ხედავთ ღვთაებრივ ცხოვრებას. და ჩვენ ხედავთ ამას არა უსულგულო გამოშიგნული თეორიული მოსაზრებების მეშვეობით, არამედ გულით და თანაგრძნობით. ჩვენ ხედავთ ღვთაებრივ ცხოვრებას ისე, რომ შეგვიძლია განვიხილოთ იგი მიწიერი ადამიანის ინდივიდუალურ კარმასთან ურთიერთკავშირში, რამე თუ ჩვენ ვხედავთ როგორაა დაკავშირებული ადამიანის ბედი ღვთაებრივ ბედთან. ამის შემდეგ, თუ კი ჩვენ მზერთ ასეთ საგნებს, სამყარო, რომელიც ადამიანის მიღმა ძევს, ჩვენთან უშუალო სიახლოვეში აღმოჩნდება. რადგან ამ დროს ჩვენში ცხადდება რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ და მხოლოდ უღრმესი თანაგრძნობიდან შეიძლება იქნას განხილული. მაშინ ვხედავთ, რომ ადამიანის ბედი ერთგვარად ღვთაებრივი ბედის წიაღშია დავანებული და რომ ღმერთები ესწრაფვიან იმას, რაც მათ ადამიანის მიმართ უნდა მოიმოქმედონ და განახორციელონ თავისი საკუთარი ბრძოლის პროცესში. როდესაც ვუბრუნდებით, ვუახლოვდებით უფრო სწორად ასეთ წარმოდგენებს, ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით იმას, რაც ჯერ კიდევ უძველეს ნათელმხილველურ ხანაში მისტერიების მეშვეობით შემოვიდა სამყაროში. ძველი მისტერიების ხელდასხმული თავდაპირველად შედიოდა სტიქიების ელემენტების სამყაროში. იქ იგი ხედავდა, როგორ გამოდიოდა გარეთ და როგორ მოძრაობდა მისი შინაგანი არსი, თავისი მორალური თვისებრიობით. ამის შემდეგ იგი ეცნობოდა ქვედა და ზედა ღმერთებს. და ეს იყო უძლიერესი და მნიშვნელოვანი და უძლიერესი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამდა მისტერიის ხელდასხმული. ანუ ქვედა და ზედა ღმერთები, არიმანული და ლუციფერული ღმერთები. მათ შორის წონასწორობაში წინვლენ კეთილი ღმერთები. და რამდენადაც ეცნობოდა ძველი მისტერიების მოწაფე იმას, რისი ცოდნაც მართებს ყოველ ახლად ხელდასხმულს, იმდენად ეშვებოდა იგი ყოფიერების სიღრმეებში.
თანდათან შემეცნების კვალდაკვალ ძველი მისტერიების მოწაფე იუფლებდა არსებობის იდუმალებებში ხელდასხმას. და ფრჩხილებში წერია, ამგვარი შემეცნება კვლავ უნდა იქნას მოპოვებული. რამე თუ როდესაც ეცნობიან ამ ურთიერთკავშირს, მაშინ ეხსნებათ ერთობ უცნაური და ამასთანავე საუცხოო საზრისი, რომელიც ნათელს ფენს და აშკარავებს ყველაფერს. ორი წერტილი. რა საჭიროა ამდენი უბედურება სამყაროში? იმისთვის, რათა ღმერთებმა ამ უბედურებებიდან სიკეთე აკეთონ. რადგანაც უბრალო სიკეთე მსოფლიო ყოფიერების სიღრმეში ვერ აღწევს. მსოფლიო სიღრმეებში შეგვიყვანს მხოლოდ ის ბედნიერება, რომელიც აღმოცენდება უბედურებიდან. ადამიანს თავს რომ ატყდება გარეგრძნობადი სამყაროში ცხოვრების დროს. ყველგან, სადაც ლაპარაკია კარმის განხილვაზე, ჩვენ გვმართებს არა მარტო აპელირება თეორიულ ცნებებზე, ჩვენ უნდა მივმართოთ ერთ ადამიანს. რადგანაც შეუძლებელია კარმის შემეცნება, თუ ამ შემეცნებაში არ მონაწილეობს ადამიანის მთელი გული, სამშვინველი და ნებელობა. მაგრამ კარმის მართებულად შემეცნებისას ღრმავდება ასევე ადამიანის ცხოვრებაც და მხოლოდ მაშინ შეიძლება მთელი სერიოზულობით მივიღოთ ის ცხოვრებისეული მიმართებები, კარმულად რომ აერთიანებს ადამიანებს. მართალია ღრმა ბუნების ადამიანებს აქვთ მომენტები, როდესაც კარმა მძიმე წნეხად აწვება მათ, მაგრამ ეს მომენტები კომპენსირდება ისეთი წამებით, როდესაც კარმა ფრთებს ასხამს ადამიანს, ისე რომ მას შეუძლია მიწიერი სამეუფოდან ღვთაებრივში აიჭრას. და თუ კი სურვილი გვაქვს ვილაპარაკოთ კარმაზე ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, მაშინ ჩვენ საკუთარი სამშვინველის სიღრმეში უნდა შევიგრძნოთ ღვთაებრივი სამყაროს კავშირი ადამიანურ სამყაროსთან. რამე თუ რაც ჩვენშია და ჩვენს გარშემო აქ დედამიწაზე ერთ მიწიერ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი უმეტესწილად ქრება გარდაცვალებასა და ხელახალდაბადებას შორის არსებულ გზაზე. მაგრამ იმაში, რაც რჩება, ჩვენ ხელს გვიწვდიან ღმერთები, ანუ უმაღლეს იერარქიათა არსებები. და ვერავინ ვერ განავითარებს სწორ მშვინვიერ განწყობას კარმის შემეცნებაში, თუ კი კარმის შემეცნებას არ განიხილავს როგორც ღმერთების მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს. ამიტომაც შეეცადეთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აღიქვათ კარმის შემეცნება ისე, რომ ამან თქვენში აღძრას ასეთი განცდა. ორი წერტილი. როდესაც ვუახლოვდები კურთხეულ სულიერ ნიადაგს, სადაც შესაძლოა ჩემში განათდეს და გაირკვეს რაღაც, რაც კარმას ეხმარება, ამ დროს მე ღმერთების ხელს უნდა ჩავეჭიდო. აი ამდენად რეალური უნდა გახდეს ჩვენი შეგრძნებები, თუ კი გვსურს განვიმსჭვალოთ სულიერი სამყაროს ნამდვილი შემეცნებით. სწორედ ასეთი გახლავთ კარმის შემეცნებაც.